ბანკნოტი გამომწერი არის. და 50000 წეგა როგორც გითხარით, ძალიან მაგარი მანქანა ყავს შერჩეული და ველოდები 50000 როდის ავალთ, რომ ძალიან მაგარი მანქანა შემოგთავაზოთ. გამოიწერეთ არხი და გადააზიარეთ, რომ სხვამაც გამოიწეროს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს 5000 დაეწეროს 50000, რომ მეც უფრო მოტივირებული ვიქნები უფრო მაგარი მანქანების და უფრო მაგარი პროექტებისთვის. უფრო ხშირად რომ შემოგთავაზოთ ვიდეოები, მაგისთვის ძალიან დიდი мотивация იქნება ჩემთვის 50000 რომ დაეწეროს აქ და მერე წინსვლა და მერე შემდეგი ეტაპი იქნება 100000. მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი რამოდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ და მოვიდა ახალი ძალიან მაგარი ვიდეო და ახალი ძალიან მაგარი მანქანა. ეს არის G80 M3 CS. რომელსაც აქვს 550 ცხენით ძალა, 650 ნიუტონი, არის 4-ვე წამყვანი, არის კოუშებით დამსუბუქებული ტრეკის ვერსია არის სასწაული მანქანა. ამიტომ მოდი ახლა ერთად განვიხილოთ ყველაფერი. სხვათა შორის ეს მანქანა იყიდება, თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ, მომწერეთ და პატრონთან დაგაკავშირებთ. უმაგრესი მანქანა არის, 8000 მილია გავლილი. ამიტომ მოდი ერთად დავათვალიეროთ ყველაფერი. განსხვავება ამ მანქანას და ჩვეულებრივ M3 შორის არის ვიზუალურად რამოდენიმე დეტალი. არ შევადარებ ახლა ამ მანქანას ჩვეულებრივ მესამე სერიას, იმიტომ რომ ვაფშე სხვა მანქანაა. შევადაროთ ჩვეულებრივი M3 CS. ესე იგი, სხვაობა აქ შიტოკი, ეს დამატებები, ესენი. აი აქ უფრო დიდი ჟაბრები აქვს, ჰაერის ამღები უფრო დიდი აქვს. აი წითელი კანტები აქვს, დისკები წინ 19-იანი აქვს, უკან 20-იანი აქვს. კარბონის კაპოტი აქვს. აი ეს სახურავიც კარბონის აქვს, აგერ კაპოტს გაჩვენებთ. რა სხვაობა არის? აი ეს ფორმაც სხვანაირი აქვს, აი აქ. აგერ აი შიგნიდანაც აი კაპოტი სულ კარბონი არის. ჩვეულებრივ M3-ს არა აქვს ესეთი კაპოტი. ჭრილი აქვს. აგერ ამ ხელაზე M-ი აწერია. დისკები აქვს სხვანაირი, ფორმა სხვა აქვს. წეგან გითხარით 19-იანი და 20-იანი დისკი არის, წინ 19, უკან 20-იანი არის. რაც შეეხება სალონს, კოუშები არის, CS-ის დამახასიათებელი ნიშნები ესენი, კოუშებით არის CS-ები ყველა. აგერ აწერია CS-ი. ეს მოდელი არის შექმნილი ტრეკზე სასიარულოდ. ქალაქში სასიარულოდ ეს მანქანა არ არის შექმნილი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი სატარებელია, მაინც ძალიან მაგარი კომფორტულია. სალონში ბევრი დეტალი ჩვეულებრივ M3-თან შედარებით, აი ხელის დასადები, ეს კონსოლი ყველაფერი სხვანაირი აქვს. ანუ ყურადღება გამახვილებული წონაზე, წონის დამსუბუქებაზე. ამიტომ ბევრი რაღაცა ჩვეულებრივ M3-თან შედარებით არ არის. მაგალითად ხელის დასადები არა აქვს. აი ეს კონსოლი ცოტა სხვანაირი აქვს, კოუშები აქვს. უკანასიდენია, იგივენაირი აქვს, აქ დიდი ისეთ სხვაობა არ არის. უბრალოდ გაფორმებებშია წითელი და რაღაცა ზოლები აქვს. ეს წინასწინები, აი უკრიდან როგორი კოუშები დევს. ხო. დამსუბუქებული, დახვრეტილი, ჩვეულებრივი სპორტული კოუშები დევს, რომელიც ქალაქისთვის სასიარულოდაც პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახლა რახან CS-ია, ეგრეთ წოდებული პრისოსკები არ აქვს.
აუდიო სისტემა Harman Kardon-ია, მაინც ბოლომდე დამსუბუქებული არ არის, შეიძლება დააეყენებინა ჩვეულებრივი სისტემა, მაგრამ ესეც კარგია რომ დააყენეს, ხმა მაინც კარგი აქვს სხვასთან შედარებით. რახან CS-ია, ესეთი რაღაცები სულ წითელ კანჩი არის ჩასმული, წინ გრილი გაჩვენეთ, აგერ ეს M3-ის ლოგო, უკან რაც თავარია სამუხრუჭე სისტემა, კარბონ კერამიკა არის, წითელი გაფორმება არის აქაც. უკანა მხარეს ეს დიფუზორიც სხვანაირი აქვს, M3-ს სხვანაირი აქვს, CS ცოტა სხვანაირი აქვს. აი ეს M3-ის ლოგოც არის წითელ კანჩი არის M3-ის CS-ი. ესაც განსხვავებული არის ჩვეულებრივ M3-თან შედარებით. ვიხლოპიც ცოტა სხვანაირი აქვს ჩვეულებრივ M3-თან შედარებით, უფრო დიდი თავები აქვს. უკანა ფარები იგივეა, არაფერი სხვაობა არ აქვს. რაც შეეხება წინა ფარებს, ლაზერები აყენია. CS-ებს ეს ენჯელები აქვს ყვითელი ფერის და უკან სარკეში რო ხედავ მანქანას აგრესიული ხედვა აქვს, უკიდან ჩქარა რომ მოდის მანქანა ყვითლად ანათებს, სხვა გამოხედვა აქვს და დიდი აგრესია აქვს, როცა სარკეში ხედავ ეს მანქანა რომ მოდის ტრაქზე რო დაგაჯდება, ყვითლად უფრო სხვანაირად ანათებს. ამიტომ ჩვეულებრივ M3-ს ყვითელი ქარხნულად არ აქვს. მერე კი აყენებენ ბლოკებს სულიან რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ქარხნულად არ მოყვება ეგ ყვითელი განათება. აი როგორი ლამაზია ყვითელი ფერის სარკეში რო ხედავ, ხვდები რომ რაღაცა მონსტრი მოდის და უდა გადაიწიო და გაატარო მანქანა. გადავიდეთ ახლა ძრავზე და ტექნიკურ მონაცემებზე ვილაპარაკოთ, ნახოთ. როგორი არის ვიზუალზე, ნუ ჩვეულებრივ M3-თან შედარებით, მანდ ესეთ სხვაობა არ არის, ოდნავ მეტი ცხენის ძალა აქვს, მაგრამ ვიზუალურად ერთი და იგივეა. როგორც წეღან აღვნიშნე, 550 ცხენის ზალა აქვს და 650 ნიუტონ-მეტრი აქვს. 0-100 უწერია 3 წამი ზუსტად, 100-200 უწერია 7 და 2, რომელიც M3-ისთვის ძალიან მაგარი დრო არის. F90-ის M5 დადის მაგ დროში და 6 ცილინდრიანი მანქანა 4 ყარიანი ესეთი M3 რო იგივე დროში დადის, ძალიან მაგარი დრო არის. 400 მეტრი 10 და 7 უწერია ამ მოდელს. როცა F90-ის M5 ქარხნულს ვიძახი, დადის 11-1, 11-2-ში და ეს ბევრად ჩქარი არის ეს მანქანა. 4-ვე წამყვანი არის ეს მანქანა, მაგრამ გვაქვს იმის ფუნქცია, რომ გავთიშოთ 4-ვე წამყვანი და გადავიდეთ მარტო უკანა წამყვანზე. ეგ ყველაზე მაგარია, მაინც M-ის ხასიათი მაინც არის დატოვებული, რომ შეგვიძლია საჩვენოთ, როგორც ჩვენ გვიხარია, გვერდულად ვატაროთ მანქანა. რაც შეეხება ამის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, 2020 წლის მე-6 თვის ზევით რაც არის ნებისმიერი BMW გამოსული, აზრი არ აქვს, M-ი იქნება თუ ჩვეულებრივ თუ 318 იქნება, ყველას კომპიუტერი არის დაბლოკილი, უდა მოხსნა გააგზავნო უცხოეთში, ბლოკი მოახსნევინო და ეს ცოტა რთული საკითხი არის ეს ყველაფერი და უფრო თანხებთან დაკავშირებული არის, ბევრად მეტი იჯდება, ვიდრე პირდაპირ პროგრამა ჩაწერო რა. ამიტომ ნელ-ნელა ეხა ბიჭებმა დაიწყეს რაღაცები მოხსნა, მაგალითად ნოდომ რაღაცები გააკეთა და უკვე ნოდოს შეუძლია ეს ბლოკი ისე მოხსნას, რომ კომპიუტერი არ გააგზავნოს, მაგრამ საერთო ჯამში კომპიუტერი და გააგზავნო და მოახსნევინო ბლოკი. ამ ძრავს S58-ს იყენებენ სოფლიოში ძალიან მაგრად, ძალიან ბევრ ცხენს იღებს ქარხნულად. 1300 ცხენის ზალა ამოიღეს ამ ძრავიდან მერე გასკდა. ძალიან დიდი რესურსი აქვს ამ ძრავს, მაგრამ ბევრი შემთხვევა მქონია არა CS-ზე, ნუ იგივე ძრავზე, რასპედვალი გაფუჭებულა, გალოკა გაფუჭებულა 80.000-ზე, 90.000-ზე. ალბათ ეგ იმას ნიშნავს, რომ რაზე ჩაასხავ, როგორ მოიხმარდა მაგიტო რა. უმეტესობა ასხავს სქელზეც და მერე ალბათ არ უვლიან სწორად და ის სქელიზეთი ცვითავს რაღაც დეტალებს. ორ მანქანაზე მაქვს მე პირადად M3-ზე შეცვლილი რასპედვალი თავის შეიკებიანად 80.000 კილომეტრზე, იმიტომ რომ ძალიან გაცვეთილი იყო ზაზორი, გადდებული ქონდა და მაგრა კაკუნობდა ძრავი. და მოგვიწია შეცვლა და სულ აცხავდა 5.30 და 5.40 იმ მატორში და რავი აქ 0.30 აწერია და ვიცი ბევრი იტყვის რომ 0.30 არა და 5.40, 5.50 და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის 0.30 ვასხავ ხოლმე და თხელიზეთით დავდივარ, უფრო კარგად მუშაობს ჩემი აზრით, ვიდრე 5.40-ით. მარტო CS აქვს ესეთი კაპოტში გამაგრება, ჩვეულებრივ M3-ს ამდაგვარი არ აქვს, ეს უფრო მყარი არის და უფრო კრავს კუზაოს მოსახვევებში მოძრაობის დროს. უფრო კრავს მოსახვევში მოძრაობის დროს და აღარ იხრება კუზაო აქეთ-იქით. იმიტომ რომ CS-ი რახან არის ყოველთვის გათვლილია ისეთ რაღაცაზე, რომ იაროს ტრეკზე, მაგრად იაროს ტრეკზე. ეს მანქანა არ არის ქალაქში სასიარულოდ გათვლილი, ესაა პირდაპირ ტრეკზე სასიარულოდ გათვლილი მანქანა.
ეს 58-ებს, აი B58-თან შედარებით ხო თითქმის იგივე ძრავია, რომ რაღაცები გადაკეთებულია და ეს 58-ით არის გადაკეთებული, მაგრამ B58-ებს ზეთის ფილტრის კორპუსი პლასმასის რო აქვს, ამათ ალუმინის აქვს და ეგ პრობლემა არ აქვს. შეიძლება რომ გააკეთონ ისეთი რაღაცა, რომ არ გაფუჭდეს, მაგრამ აქ სხვა რაღაცა გათვლა არის, იქ სხვა რაღაცა გათვლა არის. B58-ებში გათვლა არის, რომ ფული იშოვოს ცენტრმა, ეს კიდე ემი რო იკატაო. მთელი სოფლიო კი გადაოს ამ ხელა ხვრელებზე, მაგრამ ეს უფრო გათვლილია, იმიტომ რომ გაგრილება მიიღოს რადიატორებმა, იმიტომ რომ ყველგან რადიატორი უყენია, ზევით, ქვევით, ძალიან ბევრი გაგრილების რადიატორი უყენია და მაგიტომაც აქვს ამ ხელა დირკები, რომ კარგად გაგრილდეს. აი, აქაც დირკები აქვს, აქაც დირკები აქვს, იქაც დირკები. სადაც შეიხედებით, რომელ ხვრელში არ უნდა შეხედოთ, ყველგან რადიატორი დაგხვდებათ. ამ ხვრელიდან გრილდება ტორმუზები, აქედან გრილდება რადიატორი, აქაც რადიატორი, იქაც რადიატორი, ყველგან რადიატორი, ეს მაქან არის ცარიელი რადიატორი. ამ ღორის დინგს რო ეძახიან, ამ ცხვირს თავიდან რო პირველი გამოშვება რო იყო სურათები რო დაიდო, თელმა სოფლიომ ხო გადაობა და მთელი ამბები ატეხა. მეც რო ვნახე, არ მომწონდა ეს ყველაფერი და მეც გადავოდი მეთქი ეს რა გააკეთეს და მე პირველად რო ჩამოვიდა მანქანა და ვიზუალურად ნახე, ან უკვე თვალი მიჩვეული იყო, ან მომეწონა და ისეთი აჟიოტაჟი ჩემში აღარ იყო. იმიტომ რომ ძალიან ცუდით არ არის. ან თვალი არის მიჩვეული, ან მართლა რაღაცა ცოტა სხვა დიზაინში ჯდება. ანუ მე მაინც ძველ მოდელს ვანიჭებ უპირატესობას, ძველი უფრო ლამაზია ჩემი აზრით. მაგრამ მაინც ის დიზაინი არ არის, რომ დიდი აჟიოტაჟი რო ატყდა გამოშვების დროს. ჩემი აზრი არის ნეიტრალური. ჩემი აზრი არის ნეიტრალური, მაინც იმიტომ ვაკონკრეტებ ამას, რომ ან თვალი მიეჩვია, ან რაღაცა სხვა დიზაინი აქვს სურათთან შედარებით, რა, იმიტომ რომ სურათში პირველი სურათი რო ნახე, მეთქი ეს რა უბედურება არის. იგივეს ვიძახი ახალი BMW-ები რო გამოუშვეს ჯერ და ანონსებული რო არის და რაღაცა მახინჯობა რო არის და რავი, გამოჩნდება ვიზუალურად რო ნახავთ რა იქნება. პლუს კიდე აგერ არის ეს CS, ჩვეულებრივ M3-ს ესეთი დამატებები არ აქვს. მარტო CS აქვს ესეთი დამატება და ესეთი დამატება რომ შიტოკიც კი სხვა ფორმა არის რა. ანუ M3 CS ჩვეულებრივ M3-თან შედარებით შიტოკიც სხვანაირი აქვს, იმიტომ რომ ეს დამატებები დგება ამ შიტოკზე. ამიტომ CS-ის ტუჩი არის ცოტა სხვა ფორმის. ვიდრე ჩვეულებრივ. პლუს აქეთ გვერდზე ეს კარნიზი აქვს. ესენი ჩვეულებრივთან შედარებით ესეც სხვანაირია და რაც ყველაზე მაგრად მომწონს მე რო დამიყენო M3 და M4 ყოველთვის F სერია იქნებოდა, S სერია იქნებოდა თუ J სერია იქნებოდა, ყოველთვის M3-ს ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ 4-ყარიანი მომწონს და ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის 4-ყარიანს აი ეს კრილო აქვს, ძალიან გამობერილი რო აქვს. M4-ს ესეთი გაბერილი კრილო არა აქვს ვიზუალურად. M3-ს ყოველთვის უფრო დაბერილი კრილო აქვს და მე ამის გამო მირჩევნია M3 M4-ს. მანქანის წონა არის ტონა 750 პლუს მინუს აქეთ იქეთ სხვადასხვა მონაცემი წერია, ეხლა სასწორზე არ დაგვიყენებია, მაგრამ ინტერნეტიდან ამოღებული ინფორმაცია ტონა 734-დან ტონა 777 უწერია ესე რა და ნუ ავიღოთ ტონა 750. საკმაოდ სუბუქი მანქანაა დღევანდელ დღესთან შედარებით 2 ტონანახევრიანი მანქანები რო გამოუშვეს. ერთი-ორი თუ შეიძლება გვიანბეთ რატომ დაიკარგეთ ამდენი თვის განმავლობაში YouTube-დან. სამსახურში ბევრი ცვლილება მქონდა და ფიზიკურად ვერ ვიცლიდი ვიდეოს გადასაღება და ყველა მთხოვდა მწერდნენ რომ ვიდეო მოგვენატრე და მთელი ამბები და აგერა დაგიბრუნდი და ეხლა შევეცდები ისე კვირაში ერთხელ ერთი ვიდეო შემოგთავაზოთ, თან ძალიან ბევრი მაგარი მანქანა მყავს სიაში და შევეცდები ყოველ ორ შაბათობით როგორც იყო დავდო ახალ-ახალი ვიდეოები. ამიტომ პროექტებიც გვაქვს დაწყებული რაღაცეები F90-ს ვაკეთებთ ეხლა კოვკაძრავი დავაწყოთ, მაგას ცალკე გადავიღებთ. ვემზადებით შეჯიბრებებისთვის, არ დავასახელებ რა შეჯიბრებები არის. სურპრიზებს გიმზადებთ ყველას, ამიტომ ყურადღებით იყავით, გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ ყველგან, რომ ბევრმა ნახოს და მეც ცოტა მოტივირებული ვიყო ვიდეოს გადასაღებად. 50000-თან ახლოს ვართ, სულ რაღაცა 7000 რაღაცა გამომწერი გვაკლია, ამიტომ 50-ზე თუ ავალთ, 50-ზე გპირდებით სასწაულ მანქანას შემოგთავაზებთ. დიდი ხანია მაგ მანქანის გადაღება მინდა, მაგრამ ყოველთვის ვიძახდი, რომ 50000-ზე მაგ მანქანას გადავიღებდი. ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, მალე თუ ავალ 50000-ზე, მალე შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ მანქანას. ამიტომ გამოიწერეთ არხი. SPORT.
აი sport display. წერს. ვაჭერდა არ არის. კაი. Live vehicle. Screen off. Live vehicle status. აი ის რა. იგივეა. Charging battery. აკონტროლიო. ოხო რამდენი ნათითური აქვს. ჩიტები ვაფათურეთ ხო? ნაი თუ მეჩილში დადიქცე ფოტოგრაფია მოიჭდებოდ რა. სადიმენდი იქ ხილის მიდადი. ჩაკ ხო არ არის. არა გამორიცხული, მაგრამ აქ უნდა იყოს ეს. აი ზოგადად. Active track. ვახტება? იქ ტრეკზე მონიტორი არ გჭირდება. აი. არის თუ არა ეს sport display? კი, მამ, საიდან გაიჩიტე ხა? აი, იქიდან რატო ვერ ჩავშეთ? გადადი ხა თუ გინდა თავიდან, აი მე გეტყვი როგორ ვაჩართო. სად არის ეს live vehicle ხო არ აჰა, ხა ეგრევე შედის. Live vehicle. აი, ხა ის გამოვრთე რა, მიგამოვრთე ჩავ. აი, ბაზარი არა, იცი უყურე. სად არის აპლიკაციები? Live-ი. და ავტომატურად გამოგდებულია ჩემი. ეხლა სხვა რაღაცას აღარ ატახებს. vehicle ops. აი ეგ. და აქ რატო შევყოვა თავიდან? აი, adaptive. მოკლედ რაღაცა ობა სპორტ რეჟიმზე როცა რთავ. აი ხა აი. სპორტზე რო ჩართო ან როუდზე? აბა სპორტზე. არის. აბა კაი, აბა ეხლა რა ხდება? აი ეხლა არ არის, იმიტომ რომ ეხლა გეჩვენებს აი აკუმულატორს რო ტენი წეღა რო იყო ჩარჯინგ ასე გეუბნები. ანუ აქედან რაც არ უნდა M-ზე გადაიყვანო. თუ აქ მენიუში. M mode-ი კიდე ცალკე არის. სპორტი. აგერ სპორტი. უსაფრთხოების და აქაც შეიცვალა მე. ხო, იმის სისტემებთან აქვს შეყვანი დაკავშირებული მოკლედ რა. ესე იგი, მივაგენით sport display-ის. როცა ქალაქის რეჟიმზე არის ჩართული, ჩვეულებრივ რეჟიმზეა ჩართული, მაშინ sport display ვერსად ვერ ვიპოვებთ, მე აგერ M mode-ით რო გადავრთავთ აქედან სპორტზე ან ტრეკზე, გამოდის უკვე აქ sport display და აქაც მენიუ მეცვლება და სხვანაირი მენიუ გამოდის. სპიდომეტრიც იცვლება. ანუ რეჟიმის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. თორე ისე ძველ თაობაში რომ პროსტა იჩევდი და უყურებდი, ეგრე აღარ არის. თუნდაც F90-ში, ხო? კი ბატონო, F90-ზე პირდაპირ შედიხარ ეს სპორტს რო ჩართავ, დააჭირ და პირდაპირ sport display-ზე გადადის. ხო, მაგრამ სპორტი რო ჩართო ისედაც ხო შედიხარ. კი, ისედაც შედიხარ. ან ცალკე ის მენიუა და აქ ცალკე არ არის რა. აი ხა კლიმატი ჩართულია ეხლა. ხო, ეხლა კონდიციონერი ჩართულია. ხო. ეხლა მინდა ავდივარ და მინდა გავთიშო. აქ რაც არ უნდა ვაჭირო, თუ ავტომატური რეჟიმი ჩართულია აქედან ეს ფუნქცია. ხო. ვერ გათიშავ. ეს და გათიშო და მე რეთიშავ აქედან რა. მაგარი ტვინის ბურგვა რა. ერთი მარტივი კნოპკა off-ი და всё რა. აქ არა აქვს? არა. აქვს ის ან ყველა ღილა კი გადაიტანეს მონიტორზე რა. 970 DA გვაქვს, მაღალი ძალიან მაღალი DA-ია. 24 გრადუსია გარეთ. ოფიციალურად ქარხნულად 0-100 უწერია 3-0, 100-200 უწერია 7-2, 400 მეტრი უწერია 10-7. შევიდეთ აბა ვნახოთ CS-ებს რა დროში აქვს ნასიარულები სოფლიო მასშტაბით. დრაგის აპლიკაციაა, მოყვება თავისი მოწყობილობა. S2 ერთად მუშაობს, ცალ-ცალკე არ მუშაობს. თუ გინდათ ესეთი რაღაცები რომ თქვენს გაზომოთ ყველაფერი, ეს უნდა იყიდოთ და ავტომატურად პროგრამა მოყვება. M3G80CS. ჩავწეროთ, ვნახოთ. History. ეძებს. 24-იანი CS. რაღაცას ნასიარული, ყველაზე კაი დრო აქვს, ნუ ეს გაკეთებულია. წერია ხო რეებია გაკეთებული. ბევრი რაღაცა გაკეთებული. Downpipe. Stage 2. ნუ საბურავები რაღაცები უწერია და 2-6-ში აქვს ნასიარულები. ყველაზე პირველი დრო ეგ არის. ჯერ 0-100 ვნახოთ. აი 25-იანი CS-ი, არაფერი არ უწერია და 2-9-ში აქვს ნასიარულები. მაგრამ DA არის 95 და 95 DA-ში ზღვის დონეც 22 მეტრი არის და
ძალიან დაბალი არის და მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენც ვიაროთ. ისე ძირითადად ყველაზე ცუდი დრო აქვს 3:46, 3:22, 3:2, 3:2, 3:1, 3:07. ეს დროებია 0 ასები. ეხლა გადავიდეთ 100-200-ზე. 100-200 ყველაზე საუკეთესო დრო არის 4-8. იგივე ტიპი. არა, ახა ან მეორეს თუ მესამეზე ხო? კი. ანუ ესენი გაკეთებულები იქნება ეს ძველია. ანუ გაკეთებულს 4 და 6 აქვს 100-ს. აგერ 7-4, 7-4, 7-2, 7-2, 6-8, 5-9. CS-ებია? ხო, CS-ებია 5-9, 5-6, 5-4. ნუ ესენი ყველა ვარიანტში გაკეთებულები არიან. ეს ვნახოთ 6-8-ში. ამასაც არაფერი არ უწერია. არის შანსი რომ ქართულათაც სტოკი იყოს. აი 882 DA არის 559 მეტრი არის ჩვენი როგორც ჩვენ ვართ იგივე მონაცემებია თითქმის ოდნავ ცოტა დაბალი გრადუსია და ვნახოთ აბა ამ ჩვენ ხა ორი კაცი ვართ მე კი ჩამოვსავ გურამს და მარტოც გავივლი და ვნახოთ მარტო რა სიზავს მე-4 მილი საუკეთესო დრო არის 9-4 მერე 9-6 10-05 10-2 10-8 10-9 და 11-1 სოფლიო დონეში შეხედე სულ 7 მანქანა არის ესე ცოტა მანქანა ყავთ კაცო სიესია რა მე ერთ-ერთი ჩვენზე ვართ დავაი ამ სიაში უნდა გავიჩიტოთ უეჩველი და ამიტომ რო ჩაწერთ CS აქ სადღაც ჩვენც გავიჩიტებით ცოტა ხანში აჰა ესე კი ვიდეოს აზრით მაგარი გაიჩიტა უცებს აი ეს დღეები სულ ეგრე შობოდა და იმას ვაბრალებდი ღრუბლიან ამიც ვაბრალებდი კაცი ათი ელექტრომანქანა ესეთ მანქანასთან ვერასდროს ვერ მოვა ახლოს რა არანაირი ემოცია არ აქვს ელექტრომანქანას წინაზეც თქვი რომ ელექტრომანქანას აი არაფერი შეგრძნება არ აქვს უბრალოდ ჩქარი მანქანა რომელსაც არანაირი სიამოვნების მიღება არ აქვს რა ხატო ბიჭო შემი Vai besolava! რა მაგრა აჩქარდა ჩემს? მაგარი მანქანა. სრულიად ქარხნული მანქანაა, სრულიად ქარხნული, არაფერი არა გაკეთებული. კატალიზატორი ყველაფერი თავისი აქვს. აი ესეთ ემოციას ელექტრომანქანა ვერასდროს ვერ მოგცემს რა. მე ჩუმად უნდა ვიყავ, ვერ შევიკავე, აი მინდა რომ ხალხს გავაგებინო. მართლა ძალიან, აი რამდენი მანქანა გადავიღეთ, მაგრამ ძალიან მაგარია. M8-ში არ იყო ძმაო. ეს ემოცია M5-ში არ არის ეს ემოცია. ვაფშე სხვა როჟაა ეს. აუ არ გვითulis რა, invalid stat სიგნალი. 11:09-ში ვიარეთ 400 მეტრი. ხო. რეალურს გავს. 0-200 ვიარეთ 11:09. ნახე 0-200 და 400 მეტრი ერთ და იგივეში ვიარეთ. 100-200 7-7-ში ვიარეთ, 0-100 3-3-ში ვიარეთ, ორი კაცით. კაი ერთი კარგად გავაგრილოთ და 7-7 ორი კაცით მაგარია გადაო. ასლაპარა მაგარი რაღაცა გაუკეთებიათ თურმე რეალში. ქარხული მანქანა და ესეთი მაგარი. არა ბიჭო ემოციაც მაგარია ძალიან. თავი არ აქტივდა სტარტის დროს. გული ამიჩხარდა. ოღონდ ერე ტესლათი ერთად არ დავდიოდით რამე ეფექტი ქონდა. ამასთან ვერ მოვა ახოს. რა მაგარი ეფექტი აქვს. მოკლედ მე გეტყვი ხა. რაც ჩვენ გადაგვიღიათ ეს დრაივი, მე მგონი ყველაზე გასწორებულში ამ მანქანაში ვართ. კი. თან ქარხნული მანქანა ბიჭო, არაფერი რო არა, ვაფშე სულ ქარხნული რო არა. ხო, გაკეთებულებით რო შევადაროთ რა. ქარხნული მანქანა. ეს რო გააკეთვაზე ხარ, რა მაგარი რაღაცა გამოვა?
პროგრამულად რაღაცები შეუცვალო გააძლიერო პიზდეცი იქნება. რა მაგარი ყოფილა CS 2020 წლის მე-6 თვის ზევით რაც არის მანქანები გამოგზავნილი კომპიუტერს ბლოკიადებს. უნდა მოხსნა კომპიუტერი გააგზავნო და ბლოკს მოხსნიან და მე შეგიძლია ჩაწერო. აქაც მე მგონი ნოდო რაღაცას აკეთებს, არ ვიცი, როგორ აკეთებს, მაგრამ ახალ მანქანებს ნოდო აკეთებს, როგორც ვიცი, კომპიუტერის გაგზავნის გარეშე. და ნოდოსთანაც შეიძლება მსგავსი რაღაცის გაკეთება, მაგრამ დანარჩენი უნდა გააგზავნო კომპიუტერი და ისე მოახსნევინო ბლოკი, რომ პროგრამა ჩაწერო. თორე ისე არ გაძლევს პროგრამის ჩაწერის უფლებას, დაბლოკილი არის. ნოდომაც ახლა დაიწყო მაგის გაკეთება, სულ ამოდენიმე თვე არის, როგორც ვიცი. დრაგის აპლიკაციაში პრობლემა გვაქვს. low satelit წერს, ვერ იჭერს, ყველაფერი ვცადეთ, გადავარესტარტეთ სხვა ტელეფონში, ყველაფერში დროს ითვლის, მაგრამ არ გვითვლის, იმიტომ რომ დაბალი სიგნალი არისო. ოფიციალურ მონაცემებს ალბათ ვერ დავდებთ, იმიტომ რომ სიგნალის პრობლემა როცა არის, არ ითვლება. რავი, ესე ვცადოთ, ვნახოთ, როგორ ვივლით და გვექნება ტელეფონში დრო, მაგრამ არ გვითვლის პროგრამულად. მოდი ახლა ავჩქარდეთ და ვნახოთ. მაგრამ წავიდა. თავი ამტკივდა ეგრევე. რა მაგარი ეფექტი და ემოცია აქვს. ბატონო გურავ, რა სიტყვი. ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან. კაკრეჭილი დავდივარ. რა მაგარი მანქანაა, სრულიად ქარხნული რო არის. აი, ნახოთ ახლა. 1106 10.7 იყო 0200 ორი კაცით. 7.4 იყო 100-200. ორი კაცით. აი. თან 0-დან როცა აჭერ, ყოველთვის 100-200 ცუდი დრო არის და გაგორებულზე რო აჭერ, ბევრად უკეთესი დრო არის. 0-100 იყო 3-3. კარგია. სხვათა შორის ეს მანქანა იყიდება. თუ ვინმეს გინდათ და გაინტერესებთ ეს მანქანა, დამიკავშირდით და პატრონთან დაგაკავშირებთ. ესე გადავიყვანე ახლა კილომეტრაჟზე. გარბენი ეხლავე გეტყვი 13153 კილომეტრი აქვს. ახალი 8100 მილი. იყო მილებში ეწერა და ახლა კილომეტრაჟზე გადავიყვანე, იმიტომ რომ იქ მილებს წერდა და ვერ ვითვლიდი რა სიჩქარით მივდიოდი და ახლა კილომეტრებში გვექნება ათვლა. წერა მივდიოდი 171 მილით. აქედან იქ რო წავიდი. იცი რამდენი არის? 280. 100. ნიუტონი? 30 ნიუტონი მოიტანა ეგრევე. მაგრა უხოს მოსახვევში ისე შემოვედი მოსახვევში ვაფშე ვერ ვიგზენი რომ მოსახვევი იყო და 200 დრო ვიდიოდი. რა მაგარი მანქანაა. აი ვაფშე განსხვავდება ჩვეულებრივ G80-ისგან რა, ვაფშე სხვა მანქანაა რა. ამ მანქანის პატრონს მანამდე ყავდა მექანიკა G80. კაი G80, G80 გაწყობს? G80. და აი ცადა დედამიწაა სხვაობა მანევრში, აჩქარებაშიც, ვაფშე ყველაფერში რა, სპორტი. ალბათ. 60. ela bicho. 60. ეს ყველა ვარიანტში ამის საუკეთესო მონაცემები რო ვნახოთ, იმას თუ დავქნათ, რა ქვია. საღამოს თუ დავაჭიროთ. უეჭველი რომ სიგრილეში დავაჭიროთ და ამის მაქსიმალური მონაცემი ვნახოთ ზაფხულის პირობებში.
იმიტომ რომ როგორც ვატყო, ბევრად მეტი შეუძლია ამ მანქანას. ორი კაცი 7-4-ში რო იარა. Tesla მოგზავს უკან. სასწაული ემოცია აქვს, სასწაული. სასწაული ემოცია, დედა მანქანა. ძალიან მაგარი მანქანაა, ჩემი. მართლა არ მეგონა ესეთი მაგარი თუ იქნებოდა რა. შვიდი 6 იყო, ეხა 100-200. უი, კონდიციონერით გაზავთ, კაცო. მეც რა მაგარი ვარჩი. ეხა ცხელი იქნება და ისე ვერ წავა. 200. ისევ 7-6. ცოტა გავაგრელოთ. კონდიციონერი რო გვაქვს ჩართული, კონდიციონერის წინა რადიატორი ხო ცხელდება რომ გააგრელოს და ის რადიატორი აცხელებს უკვე დანარჩენ რადიატორებს და ამიტომ რა ჩქარდით რა მაგარი მუღავი ამ მანქანის გაჩერებულიდან დაძრა რა 200 here. ორმუზიც რა მაგარია ბიჭო. აუ რა მაგარი მანქანა. ესეთი მანქანა ყველას უნდა ყავდეს რა. რო შეიგრძნოს რა არის მანქანა რა. ყველას უნდა ყავდეს რომ იგრძნონ ის მუღამი, რასაც მე ვგრძნობ ახლა რა. იმიტომ რომ ჩვეულებრივ G80-ში ესეთი ეფექტი არ აქვს რა. CS-ი ვაფშე სხვა რაღაცა არის აშკარად. 3-4 იყო 0-100, 11-2 იყო 400 მეტრი. მოსახოვში ციდენია. აიღო range low. ბენზინ მაგვითო, წავედით ბენზინი ჩავასხათ. ეხა, აი, რა მაგარი რეკლამა იქნებოდა კალონკის ახლა, ჰა? ხოდა კალონკას რო ხმარო ვიდეო არ გადასპონსორებენ. ბენზინ გასამართ სადგურს მაშინ. ეხა ჩვენ ისე ჩავასხათ რომ არ გამოჩნდება. Genie. Tesla, მოვედი Tesla. როგორ რეცკად გადადიან?
აუდი ვერ გავიგე. ეხლა ჩვენ გვინდა გავზომოთ 100 კმ/სთ-დან რო დავატორმუზოთ მაქსიმალურად რა დროში გაჩერდება. ეგ მინდა ეხლა გავზომო. ავწიოთ 100. ცოტა უსაფრთხოდ. აბა. აი 100 არის GPS-ით. 100 დაიძახ. ბიჭო რა მაგარად გაჩერდა ჩერდა. აუ საღოლში რა გაჩერდა არ დაგვიფიქსირა არ გვაქვს ჩართული აი 100 არ მაქვს ჩართული აბა სხვა რა 4 და 4 ისე 4 და 4-ია თუ არ გაბოლა რა მოხდა და მარტო ბევრად მაგარ დროში ვიარე, უბრალოდ სატელიტთან კავშირი არ გვაქვს და low სატელიტს გვიწერს და არ გვითვლის, არადა 100-200 მქონდა 693, 400 მეტრი მქონდა 10-8, 0-200 მქონდა 10-09, 0-100 მქონდა 3-16. აგერ კიდე ერთი გავიარე წეღან. აი 0-100. აი აღმართზე მივდივარ. 0.65% პლუს აღმართია აი low sat signal სატელიტთან სიგნალი წესი არ გვაქვს და არ გვითვლის ინვალიდი გვიწერია და ვერ შევიყვანთ ამას პროგრამაში. დრაგის პროგრამაში პლუს მინუს 1%-ით აღმართი არ ითვლება, როცა ინვალიდი წერია არ აქვს უფლება რომ დაგიდასტუროს ეგ მონაცემი, პლუს როცა სატელიტიდან მიღებული სიგნალი არ არის კარგი, მაგასაც არ გიდასტურებს, არ და რეალურად ნასიარულები აქვს მაგ დროში. აგერ არის 400 მეტრიც 1077-ში ვიარე, აღმართზე ვიარე. 0-100 307 მქონდა, 100-200 ამ შემთხვევაში 729 მქონდა და 400 მეტრი გავიარე 1077-ში, მაგრამ არ შედის, იმიტომ რომ სატელიტის მიღება არ გვაქვს წესიერი. რაც გვინდოდა ჩვენ დასაწყისში რომ გვენახა ამ მანქანას რეალურად შეეძლო თუ არა მაგ დროში სიარული რაც ეწერა დრაგის აპლიკაციაში, რაც ეწერა ოფიციალურ მონაცემებში, ვიარეთ იგივე დროში სამეულში სავარაუდოდ ვართ, მაგრამ ვერ ავტვირთავთ, იმიტომ რომ ინვალიდი წერია, იმიტომ რომ სატელიტთან კავშირი არ გვაქვს წესიერი და როგორც კი რა გამოსწორდება კავშირი, აუცილებლად დავაფიქსირებ იგივე დროს და ჩავჯდები სიაში მეც, ათეულში ვიქნები მეც ამ მანქანით. აი ძალიან მაგარი მანქანაა, რავი, ამ მანქანაზე, რავი. ესეთ მაგარ მანქანაში მე ჯერ არ მჯდარ და არ მივლია ესეთი მაგარი მანქანით. აი, სასწაული მანქანაა რა. ახლებში, ძველებშიც. ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან მაგარი მანქანაა. რაც გადამიღია, ყველაზე მაგარი მანქანა არის ჩემი გადმოსახედიდან ეს. დაკიდების სისტემა, ხო ტრეკისთვისა ეს მანქანა შექმნილი რა, აი დაკიდების სისტემაც როცა დავდივარ დაგრუბებული სისტემით, მაინც შემაწუხებელი არ არის და მაგრად დგას ტრასაზე. წავეთ ახლა ლამაზი კადრები გადავიღოთ და მერე კიდე დავაჭიროთ. მაგათ ახლა მარტო ვარ კამერა მანქანაში მაქვს. ნახოთ მარტო როგორ გავივლი ლაივ რეჟიმში. სტარტზე ვიცი კამერა გამექცევა უკან, როგორ დავიჭერა არ ვიცი, მაგრამ შევეცდები სუფთა კადრი შემოგთავაზოთ. გავჩერდეთ და ვნახოთ რა შედეგი. რა შედეგში ვიარეთ. 1-4-დი 10-8 0-200 10-1 100-200 7-0-3 0-100 3-15. მაგრამ სამწუხაროდ არ გვითვლის ამ ყველაფერს სატელიტის ცუდი მიღების გამო. აღმართზე მივდივართ
და ვერ ვათვლებინებთ ამ დროებს, არადა ძალიან მაგარი დრო არის ამ მანქანისთვის. 400 მეტრიც. 10.8 იყო, 0.52 აღმართი. Low sat signal. ნიშნავს, რომ ცუდი მიღება აქვს სატელიტს. მთელი დღე ჩალიჩობ, რომ მივაღებინოთ კარგი სიგნალი და ვერ ვქენით ვერაფერი. ძალიან მაგარი მანქანა და ძალიან მაგარ დროში დადის, რა ვიცი. დავარესეტოთ. წადოთ კიდე ერთხელ. აი ახლა წავალთ. ეხლა ლანჩი არ ჩაერთო, ლანჩის გარეშე წავედი. 800 meter. მაინც რა მაგრავი არის ლანჩის გარეშე, მე თვითონ ვრთავდი სიჩქარეებს. ლანჩით უფრო კარგად ისტარტება და უფრო ჩქარ ართავს სიჩქარეებს. ისევ სად არის 100-200-7-1 400 მეტრი 10-8 0-100-3-2 ისევ ცუდი სატელიტის სიგნალის გამო არ გვითვლის ამ მონაცემებს. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავფიქსირდებით ლიდერბორდში, CS-ების ლიდერბორდში. რო გამოსწორდება სიგნალი, მე კიდე თავიდან გავივლი და დავაფიქსირებ ამ დროებს. ვიდეოს დასაწყისში დაგპირდით, რომ ლიდერბორდში მოვხვდებოდი, მაგრამ სამწუხაროდ სატელიტზე ცუდი კონტაქტის გამო, ცუდი სიხშირის გამო ლიდერბორდი ვერ დავწერეთ, იმიტომ რომ თუ ლიდერბორდში ველიდი არ წერია, არ ჩაგვცავს სიაში, რეალურად იგივე დროში ვიარეთ, რაც უწერია ქარხანას, რაც უწერია ლიდერბორდში, 10-ეულში და 5-ეულში ვართ, მაგრამ არ ვართ, იმიტომ რომ სატელიტთან ცუდი კავშირის გამო ვერ ჩავჯექით. ალბათ ომის გამო შეჩერებული არის სატელიტთან კავშირი და რეალურად ძალიან მაგარ დროში არა. ქარხულ მანქანა, როგორც ხვდები, M5 F90-ზე ბევრად ჩქარი არის. 400 მეტრი უკეთეს დროში გაიარა, 100-200 უკეთეს დროში გაიარა, დანარჩენი 300-მდე არ მივლია და 300-მდე არ ვიცი. 7-1-7-2-ში დადის F90 M5 competition-ი რა და ეს როგორც ვატყობ, ეხლა რაც გავზომე, ოდნავ ჩქარი არის F90-თან შედარებით. 400 მეტრზე 100-200-ში 0-აში. კი ბატონო, 400 მეტრშიც ბევრად ჩქარი არის F90-თან შედარებით. 200-250 და 200-300 არ გაგვიზომია. აქ არავის არ გირჩევთ, მაქსი ჩქარეზე იაროთ, ამიტომ სხვაგან სადმე რაღაცა დახურულ იმაზე თუ შევალთ აეროპორტის გზაზე, მერე გავზომოთ მაღალი ჩქარეზე როგორ დადის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს მანქანა იყიდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ 2023 წლის მერვე თვე არის, თუ სწორად მახსოვს, 8100 მილია გავლილი. თუ ვინმეს ამე დაგჭირდება და თუ გინდათ რომ იყიდოთ ეს მანქანა, შემეხმიანეთ და პატრონის მონაცემს მოგცემთ და დაგაკავშირებთ მე პატრონისთან. რაც შეეხება ეს მანქანა ახალი, სადღაც 170.000 ევრომდე ღირს. ეს ამ შემთხვევაში მეორადია, ცოტა ნაკლები ღირს, მაგრამ 100-ზე მეტი ღირს დამიჯერეთ და ძალიან მაგარი მანქანაა, იმიტომ რომ მე ჯერ ესეთ მაგარ მანქანაში არ მჯდარ და არ მივლია რა. მთელი დღე ამ მანქანით დავდივარ, ყველგან ვიარე თბილისშიც, ტრასაზეც, რავი, 1000 ადგილზე ვიარე და ეს მანქანა CS-ი არის შექმნილი ტრეკზე სასიარულოდ. ტრეკისთვის არის შექმნილი, ქალაქისთვის არ არის ეს შექმნილი, მაგრამ მთელი დღე ამ მანქანით დავდივარ და კოვშები ხოდებს, ვითომ გრუბი არის, ვითომ რაღაცა და მაინც კომფორტული არის ქალაქში სასიარულოდაც. დამღლელი არ არის და შემაწუხებელი არ არის, ამიტომ ძალიან მაგარი მანქანაა. ჩემი მანქანების ისტორიაში რაც გადამიღია YouTube-ზე, რავი, ამაზე მაგარი მანქანა ჯერ არ გადამიღია. იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან მაგრა მომეწონა და ძალიან ემოციური მანქანა არის. დიდი მადლობა ამ მანქანის მეპატრონეს, მანქანის დათმობისთვის, გადაღებისთვის და ყველას გირჩევთ ესეთი მანქანა გეყენოთ ეზოში. გულით მინდა რომ ყველას ყავდეთ ესეთი მაგარი მანქანა ეზოში. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, მალე ავიდეთ 50000-ზე, რომ ძალიან მაგარი ვიდეო და შემოგთავაზოთ 50000 გამომწერზე.
მარტივად გეტყვით, მინდა M6-ით წავიდე რუსავის ტრეკზე და 10 ცილინდრი გავხეთქო იქ. ამიტომ ძალიან მაგარი ვიდეო არის წინ და მალე შევეცადოთ რომ გადააზიაროთ, მოიწონოთ ყველამ და გამოიწეროთ არხი რომ 50000-ზე ავიდეთ რომ 10 ცილინდრის გაზაობა ვნახოთ ტრეკზე. დიდი მადლობა ყველას, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. რატო არ ჩართე უკანა ვიდეოში? უკანა წამყვანი იმიტომ არ ჩავრთე რომ მანქანაზე აყენია 2025 წლის საბურავებიდან. ცოდო არის ამ საბურავის გაბანძება. რო ყოფილიყო საბურავების სპონსორი, არ იქნებოდა პრობლემა, დავადუღებდი მთელ წეროვანს, მაგრამ ამ საბურავს ხო არ გავაფუჭებ. ბოდიშ გიხდით მაგის გამო.